მიყვარდა მუსიკა. კი ბატონო. დღეს პრეტენზია მოყავდა. უბრალოდ დღეს ის მინდოდა მეთქვა, რომ მე ვარ მონაზონი. ამის თავზე არის მონასტერი. სადაც არის სასწაულთმოქმედი ხატი დაბრძანებული. ამის მეორე მხარეს არის სასაფლაო, სადაც ჩემი ტოლი, თქვენი ტოლები წვანა და მე მინახია დედები, რომლებიც გლოვობენ ბავშვს. და ამ ორ მონასტრის და სასაფლაოს შუა ეს კონცერტი არდება. აი, იცით როგორ მაქვს ძალიან შეურაცხყოფილია. შეიძლება რაღაცა ხო და მე გილას ჩაატარეთ. არანაირი მუსიკა, არანაირი მუსიკა. ეგ არის მერიამ დაგვთონება. გამოყო ადგილი და ეს დაგეგმილი ჩამოსულია უცხოეთიდან სტუმრები. ეხლა სტუმრებს ხარ ეხლა დავაი მოტრიალდეთ და წადით. ხო ვერ ვეტყვი. არა, მე არ მეთქვამს რომ დავაი მოტრიალდეთ და წადით. ხო და სხვა ადგილას სად უნდა გადავიდეთ? იმ სტუმრებისთვის მინდოდა მეთქვა დილიდან მომისმინეთ ერთ წამით. დილიდან აქ ხალხი შრომობს, მოვიკალით თავი რასაც ქვია. და ვიშრომეთ ძლივს გავაკეთეთ. ამის გადატანა ეგ არის არარეალური. კარგით, მაშინ მე გეტყვით მე რა გადავიტანო. 25 წლის ვარ და 2 წელნახევარია მარტო ვცხოვრობ მონასტერში, რომელსაც კარიბჭე არ აქვს, რომ კარიბი ჩავკეტო და მშვიდად დავიძინო. ამის 4-ზე ვდგები, რომ ვილოცო. მე ყველანი მიყვარხართ, თქვენთვისაც ულოცულობ, ყველასთვის ულოცულობ. ამიტომ მე ლაპარაკებით იმაზე, რომ თქვენ გუშინ მოხვედით და დიდი რამე გადაიტარეთ, მე 2 წელნახევარი აქ ვცხოვრობ. დიდი რამე არაფერი, მაგრამ ვიმუშავებ და გავაკეთებ რაღაც. მე ადამიანის, ამის გადატანა და ამის გაუქმება არ გამოდის. უბრალოდ მე მინდოდა უბრალოდ ფიქრობდი, გაიგებს ეს ხალხი ჩემს გულის ტკივილს, აი ჩემს გულში რა ხდება, როცა დღეს ბიძა ჩემის დაბადების დღეა, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომელიც ბიძა კი არა, მეგობარი იყო ჩემი. და მე ფიქრობდი ბიძა ჩემზე. ყველას ჩვენთაგანს ხავს გასათი ადამიანი. სრულიად უცხო, ერთხელ ჩამოვედი, წყალი ჩამოდიოდა ტრასაზე. ავედი და სრულიად უცხო ახალგაზრდა ბიჭის, აი ალბათ თქვენი ტოლა. სასაფლაოზე მივედი. საერთოდ არ ვიცნობდი იმ ადამიანს, მაგრამ მე განვიცდი ამ ყველაფერს გესმით და როცა ლამასე ვარ, როცა შეგვიძლია დახმარება. არა, იცით რა. ზოგადად ანუ საერთოდ მუსიკაზე თქვენ ანუ ეს ცოტა ესეთი მე მუსიკა როკ მუსიკას უსმენდი ახალგაზრდობაში. ხო, ანუ თქვენ საერთოდ ამბობთ მუსიკაზე ანუ არა, დღეს კლასიკას, დღესაც უსმენ კლასიკას. მე მუსიკაზე პრობლემა არ მაქვს, მე თქვენთან პრობლემა მაქვს. უბრალოდ ამ ადგილას. იცით როგორ არის სასაფლაო რო არის და იქ ვიღაცა დედა შულს გლოვობს, მონასტერი რო არის და მე რო ვცხოვრობ და ჩემი მოვალეობა არის რომ მე ეს ქვეყანა დავტოვე და მეგონებრივად ამ ქვეყანაზე არა ზეცაში ვცხოვრობ. მე ყოველ დღე სიკვდილს ველოდები, სიკვდილზე ვფიქრობ. აი ამ ორ ადგილს შორის კი ბატონო როკ ფესტივალია, ნიჭიერი, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. გასაგებია, მაგრამ ამ ადგილას, ამ კონცერტის ჩატარება, აი ჩვენთვის, აი ჩემთვის პირადად, იმ მიცვალებულებისთვის, იმათი მშობლებისთვის ძალიან მტკივნეულია. აი მე ეხლა ყველაფერი თქვენ მისმის და ანუ გასაგებია არის ყველაფერი, ანუ შეგიძლიათ მე შემიძლია თქვენი გავიგო, იმიტომ რომ ციცით როგორ usmendi, ისე usmendi, რომ არავის არ მესმოდა, არაფერი არ გასაგებია ეს ყველა მაშინ ილოცეთ ისე რომ არ გესმოდეთ არავისი და არაფრის, განერიდეთ ისე რომ არ გესმოდეთ არავისი და არაფრის. თქვენ თუ ხართ განრიდებული ამ ქვეყანას, მაშინ მუსიკა არ უნდა გიშლივეთ. დედო, უნდა შეგეძლოთ ისე ანუ იმაზე მუსიკა უნდა აღწელოთ ყველგან. საქართველოს ძალიან სასაფლაოა. ვინ ვიცით? ფილარმონიის ქვეშ რომ არ არის? ვიცით და მაგაში ეს ადამიანი სწორია. დაშვას არ ჭირდება იმას დედა ყავს მე თქვენ აი დედა თქვენი საფლავი რო იყოს ვიცი როგორი არის რაღაცა რელიგიას ეწინა ძალიან ბევრი შეიძლება რა კითხვა ერთის რაღაც დღესდღეობით იმდენი მონასტერი აშენდა, არ ვიცი. საჭიროა, არა საჭირო, ზოგი ფულისთვის აკეთებს მაგას. ზოგს მართლას წამს და ასე შემდეგ. ჩვენ უბრალოდ ადგილი არ გრჩება. კი ბატონო, ჩვენ სადავო. ამაში მილიონები არის გადაგდილი. მე როგორც მონასტერი, არაბებს ჩემს ეს
არის ძალიან ანუ მუსიკას ხოლმე მე შეიძლება ეს პროგრამა ბილეთის პროგრამისტებსაც ძალიან მნიშვნელოვანია ბილეთის ბილეთი. ადამიანი მუშაობს გადაღებაში. რაღაცა სიამოვნება მიიღოს ელემენტარული. ძალიან მნიშვნელოვანი სიამოვნება სულიერი ადამიანის დიდება. აგრეთვე სხვადასხვა ჩვენთვის მუსიკა აგრეთვე ძალიან სულიერი. ეს ხო არ გეუბნები ჩვენ რატომ ხელი. იცით Ну, как я понимаю, у нас такая очень необычная, как для меня, ситуация. Религиозные фанатики попросту сорвали фестиваль, аргументируя тем, что фестиваль проходит в какой-то непосредственной близости там, к монастырю или там где-то в километре находится кладбище, что для меня, человека европейского, крайне странно. Однако, как я понимаю, религия имеет больше вес, чем закон, судя, исходя из того, что происходит, что меня лично очень печалит. Например, мы выступали в Австрии буквально полгода назад, и концерт происходил, собственно, на территории церкви, при поддержке церкви. Мы разговаривали с местным священником, он говорил, что я не против, я за развитие культуры, я за то, чтобы проводить мероприятия для молодежи, а здесь мы видим абсолютно кардинально другую ситуацию. То есть люди приходят и просто рубят на корню любое культурное мероприятие.